გამარჯობა, ეს არის Lolexolly Tutors და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თუ როგორ დავնახოთ უცხოური სასამართლო გადაწყვეტილება ინგლისში. თქვენ გაქვთ უცხოეთში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, მაგრამ მოწინააღმდეგის აქტივები ინგლისშია. როგორ უნდა განახორციელოთ იგი აქ? პირველი ძირითადი კითხვა, სად იქნება მიღებული გადაწყვეტილება? თუ ეს ქვეყანა არის, რომელთანაც გაერთიანებულ სამეფოს აქვს ხელშეკრულება, მაშინ აღესრულება აქ და შეიძლება საკმაოდ მარტივიც იყოს. თქვენ არეგისტრირებთ მას მაღალ სასამართლოში. რეგისტრაცია კი მას აძლევს იმავე ეფექტს, როგორც ინგლისურ გადაწყვეტილებას. მაგრამ რა ხდება, თუ ხელშეკრულება არ არსებობს? აქ შედის საერთო სამართალი. თქვენ უნდა დაიწყოთ ახალი სარჩელი ინგლისურ სასამართლოებში. უცხოური გადაწყვეტილება მიიჩნიოთ ვალდებულად. თქვენ უნდა დაამტკიცოთ 4 რამ. პირველი ეს არის უცხოურ სასამართლოს მქონდა საკმარისი იურისდიქცია. მეორე, გადაწყვეტილება საბოლოოა და შეუცვლელია. მესამე, ეს კონკრეტული თანხის შესახებ არის და მეოთხე, არ ეწინააღმდეგება ინგლისის საჯარო წესრიგს. გაფრთხილება. თუ გადაწყვეტილება მიღებულია თაღლითობით, ეწინააღმდეგება ბუნებრივ მართლმსაჯულებას, ან არის სასჯელობრივი ხასიათის, იგი არ შესრულდება. დიახ, შეგიძლიათ მიმართოთ სწრაფად გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით, თუ მოვალეს რეალური თავდაცვა არ აქვს. ეს აჩქარებს პროცესს. თუ გაქვთ გადაწყვეტილება, მაგრამ თანხა არა, დაგვიკავშირდით. ჩვენ ვეხმარებით საერთაშორისო კლიენტებს თავიანთი უფლებების სწრაფ და სტრატეგიულ აღსრულებაში ინგლისში. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი მეტი საინტერესო იურიდიული რჩევებისთვის, არ დაჯერხდეთ კონფიდენციალური კონსულტაცია დღესვე. ჩვენს გამოცდილ იურისტებთან.